მოვედი ისევ. სად ვიქნები? რა კარგია მაღაშვილებთან. ეს რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ეს არა? კუდი მუსიკალური. შეფ რატი უკვე არ ვიცი, უკვე ვარსკვლავებს ეთამაშება და ალბათ საერთოდ უკვე თვალსაც აღარ დაახამხამებს, აი ესე იქნება. სტანდარტულად აუცილებლად ჩავისეირნებ დღესაც, იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია. ეს მისი ბრალია, რომ მე მასთან მინდება ჩასვლა. კიდევ ერთხელ მადლობას გეტყვით ამდენი მოწონებისთვის, ამდენი კომენტარისთვის და ამდენი სიყვარულისთვის. ძალიან ბედნიერები ვართ მეც და მაყაშვილებიც, მეც მაყაშვილი ვარ შესაბამისად, მაყაშვილები, მოკლედ მაყაშვილები ვქულაობთ, მაგრა ასწორებს და დღეს ისეთი სტუმარი მოვა მაყაშვილებში. ისეთი სტუმარი მოვა მაყაშვილებში, რომ მოიცადეთ დასხედით ან იდექით, იმიტომ რომ სულ რაღაც 10 წუთს წაგართავს. ძალიან სპონტანურები და გიჟები ვართ, ხო ხვდებით? ეხლა ჩავიდეთ რა ტექსტასთან. ეს კიდე მოვიდა. დამანებო თავი ხო შეიძლება? მოგესალმები. როგორ ხარ? კარგად ვიქნებოდი. ჭოლა მოდის დღეს სტუმრად. ხო და ძალიან გემრიელად უნდა გავუკეთო საჭმელი მე. შენ. გრას ვაკეთებ კი არა, რას ვაკეთებ? ხაჭაპური. ხო? ტაფის. ხო? წიწილა მაყვალში. და სქმერული. მე რა გავაკეთე? ეხა გადის სერიოზულ ტესტირებას. აი ეს ნერვებს გუშლი და ის მაინც ყველაზე გემრიელ საჭმელს აკეთებს. შენ რომ მანდლაპარაკობ ვერ ამოწევ მაქმას? რაღაცას ვიზავ. კაი, მე გამაკეთებინე რამე ხა. არა. ხო? აქ დღესაც არ შეიძლება დაждომა? არა. ეს რა არის? ეს არის შქმერული соуსი. აფაცხე. კაი, მოდი. მოდი ვარ პატარა. ხო გიყვარს გაფუჭება რაღაცეები და მაგიერ დასვარი. ხელები დავიბანო კიდე? კაროჩე, სულ მოვიწყდა. რამდენჯერ უნდა დავიბანო ეს ხელები, ხალხო? პანდემიაა თუ რა? ჯამი ჭურჭელია, ყოველთვის იმეორე. ჯამი ჭურჭელია. შეფ, ჯამი ჭურჭელია. დასვარი მაგიდან. ამით. ხო. ეს რა არის? ეს სემოვა. სემოვა რას ნიშნავს? ქვილია. Oh my god, სემოლა. ის მახინჯი ხინკალიო შეახვია, გახსოვს? არტისტული ხინკალიო. არა, მახინჯი ქვია მას. ხავიღე ესე? ხო. ხინკალი. შეგიძლია შევა, რომ გახევ ან რაღაცა. არ გავხევ, შანსი არ არის. შეფ, შენ ერთი მე დავარ. გადი ხა აქედან. გადაღების დრო როდის მოხდება ხაჭაპური? ეხა იღება, ეხავე შეგვიძლია გადავიღოთ. არა გადაღება ხო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ჩანს და მიირთვით. ხო შეწუხდებით. გაგიმარჯვებთ. რომელზეც მითხარით ბატონო ლევან, იმ დროზე მოვედით. გემრიელი. თქვენ სანამ მოხვიდოთ, მანამდე მოვიდა. მე აღარ ვიცი ყურე. კაი, ჭამთ ეხლა და თან ოფიციალურად კრეტინული მე შეკითხვა რა უნდა ვნიშნებ, დაგისვამ. ეს არის ეს რაღაცა საოცრება. მოგეწონა, ეხა ეს აღნიშნე. ეხა ეს რა? ეს რა არის? აი შქმერულია. ჯერ მარტო ხაჭაპური გავსინჯებ უკვე გადავირია და ამას რო გავსინჯავ, ალბათ თავს ჩამოვიხჭებ თავი. და რა უკეთია შეხედე. და როგორ ნერვებია იცი ის რო უკეთია. რუსკად ქვია თქვენ. ეხა მოგიმზადეთ შეფ კი არა და ბოს შეფ. მოგიმზადეთ აბსოლუტურად კრეტინული შეკითხვები. ყველაფერს მიიღებ ისეთ გემრიელ შეყვა. ვაი სასწავლი. გასტრონზე ყველაზე უცნაური რა გიჭამია? რვაფეხა ცოცხალი. ცოცხალი რვაფეხა რანაირად ჭამია? კორეაში. ცოცხალი? დიახ.
ესეთი ქუჩის ის იყო და 8 ფეხები ქონდათ იმაში და რაღაცნაირად მე და ზურიკო გაგოშვი მივიდა გამომხედა კორეელმა ქალმა რაღაცა კორეულად გამომხედა ესე აბა თუ შეჭამოდა მომეცი მე ვთხარი დავაი $25 თუ რაღაცა ლიჯე 8 ფეხი ვთხარი გამოწელა არ ჩემ თვალწინ ამან ბიჭო ხედავ რაღაც არც ბოლია ტაფა არც მოხარშული წყალია რასაპირებს ფიქრობ ეს ხარ დაჭერა ეს ისა ცოცხლა 8 ფეხა და იმას ხო ცენტრალური ნერვული სისტემა აქვს ხალხაკე ყველაფერი ცოცხლობს ის ხო ფლიკვი ესეთი მოძრავი თებში ნაწილ ესე მომაწოდა ეს თან ის რაღაცნაირად ისე კორეულად ჭამეო თუ ტრაგედია შეჭამეო ციტო ვასაკალა მე ვთხარი მე მივხვდი ხა ჩემი ქვეყნის დიდი სახელი არ უნდა შევარცხვილო მე ვთხარი მომეცი მე ვთხარი სადაც შენი კორეული თქვა ჩემი ქართულიც დააყოლე მე ვთხავიღე გავიქანები ეს გებძვის შიგნით განა გემო არაფერი ნუ თევზის გიმიწველი მაგრამ გებძვის ეს შიგნით ეს ფეხი ეწებება რა ამიტომ უნდა დაბრიდო ნუ ნახევარწებში შევჭამე. იცოდე ამიერიდან თქო ქართველებმა ცოცხლად ვჭამეთ. ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. ჩვენ ვერ შეგვაშინებთ. ხალი არ ქო არაფერი არ მარილი მოვაყარ რაღაცა არაფერი იყო მეგობრებო. აი რომლის საჭვრისხული გაბრუნებს ბავშვობაში? საცივის. საცივი გაბრუნებს? მე მაინც კაცები და ბევრი მაბრუნებს. საცივი არის ჩემი ბავშვობის ყველაზე ჯადოქრული რამე, იმიტომ ბებიაჩემ ძალიან ასე უდგებოდა ამ საკითხს. იკეთებოდა სამზარეულო. ინატრე და მოვიდა. ესე ჩვენი ფიშკა. ვაჰ. შეხედა. ჯადოქრული არის სამყარო. ესე სხვათა შორის არასოდეს არ გიფიქრია სპექტაკლის დადგმა კულინარიაზე მაგალითად. ამდენიანია. რატო? რა არის? ამ ჯერეგეთი მოვიმატებთ დასი რეპეტიციების განმავლობაში. და დავაიწყება რეპეტიცია მე არ უნდა პრემიერა. გავწელოთ ვიწყდი და 1-2 წელი გვექნება რეპეტიცია და ბოლოს ვიტყვი კაი აღარ გვინდა. შენ მაინც თვლი რომ ძალიან გურმანი ადამიანი ხარ? კი როგორ არის? საჭმელს აკეთებ შენ თვითონ? დიახაც. მე ყველაზე გემრიელი რა გამ. მე რა გამოდის ყველა გემრიელი? ქაბაბი. ბოლოს როდის გააკეთე? ბოლოს თავი მომეჭრა კაცო. ონისესთან გავაკეთე რაჭაში ეხლა და მე? ხორცი შეგვეშალა. ნუ ღორის ხორცი გვეგონა ფარში ვიყიდე და თუ მე პატივი გწვა, პატივს ვიღაცა კაი კაცმა რომ საქონლის ხორცი მოგწვა. საქონლის ხორცის ქაბაბი ანუ გაშინებული შავი. არ ვარ. აცემინე ეს ქაბაბი უნდა ცემო ფარში რა. უნდა უტყა. რო გაგაფუძე ვაცემინე ონისეს საწყავს 2 საათი ბაბეგვინე ეს გამოვიდა ქვა. დილობიანი ხალხი რაჭელები ჩაგვიჭეს ეს ჩემი ჩვენი გაკეთებული ქავე. ნუ რა გემრიელია დიდი მადლობა. გადაიღეთ ძალიან კარგია დიდი. აუ ჭაჭას ფოგასინჯაო. ჭაჭას გავსინჯო. რახან დამაძალებთ კი ბატონო. დაგაძალებ? უნდა დამაძალოთ თორე მე საშინელი. დალიეთ თუ შეიძლება ბატონო ლევან მაყაშვილი. ამ ჭაჭაზეა საუბარი რომელზეც წეწვაგლეჯო არის სხვათა შორის. მაყაშვილების ჭაჭა პატიოსანმა კაცმა უნდა დალიოს. კი მეც ეს მგონია. სტულაძის ჭაჭას არ გირჩევთ. მე მახსოვს დუტამ გამოუშვა, ვიღაცამ გამოუშვა საშინელად შევარდნაძის დროს არაყი დუტა. არ მახსოვს. არც უნდა დაიმახსოვროს. არაყი დუტა. იმიტომ რომ იყო საშინელი ნუ სპიც აცეტონის. ხო, სპირტი. დუტა უბრალოდ დააწერეს სახელი და რაც იმას აგინა მაშინ ქართულმა მოსახლეობამ ის კი გასიჯა დუტა დუტაში. იყო პრინც მაყაშვილი. მაყაშვილი იყო. პრინც მაყაშვილი. მაყაშვილი ვერაფერს ვერ იკავებს. მე მიყვარ ხმერთო. გიდება ჩვენ თავრობას. მოკითხა ხარიბას. რამე ლარები ხო არ გაქვს? ყველა გაჭირებული. მოვიდა ნიკოს მოვიდა. რომელ შეჭამ ხაჭაპური გინდა? განჩო ბატონო. პირდაპირ გადაგა ჯიგარი. თუ კაიჭეჭა. როგორ ხარ? ვის ჭამას მირაპატიებს საკუთარ თავს? ნახე
რა შეკითხება სულაც თავად მეცნე. იგულისხმება ახლა. ვის ჭამა? ნუ დედი შენის იმას ნუ ჭამა ხოლმე. ხდები სახელ. არა. დედი შენის პატარა. იმას ვერ ვაპატიებ, შევცავ ვერანა. მიყვარხარ იმიგებდა. ვიცი რომ შენ არა, მაგრამ გამიმარჯვეთ ყველას, ვინც გაუძელით ამ 10 წუთს. ამ 10 წუთს. ნა! ამ ეპიზოდის დასასრულს ხოლმე ყველაზე ისეთი ურამდენ ზღე წავმოვითა. აი წავიდა ბატონ ლევანი და მე მოწყენილი ვარ ისე. აი ყველა ეპიზოდის მე მოწყენილი ვარ ხოლმე. და მე ვარ დარწმუნებული თქვენც ესეთი მოწყენილები ხართ. კვირაში 10 წუთი მინდა თქვენგან მეტი არა და მე შევეცდები და ჩვენ ყველა შევეცდებით რომ ძალიან მაგრა გაგისწოროთ. ხო და თან ეს გვახსოვდეს რა. პრინც მაყაშვილი! ხო, მოკლედ შემდეგი ეპიზოდი ზუსტად ერთ კვირაში დაიდება და სხვა რა გზა გაქვთ უნდა დაგველოდოთ. კათიშე